ასეთი იყო პრესა დღევანდელი. მე კი გეტყვით, რატომ არის ამდენი ადამიანი შეკრებილი დღეს ჩვენს ეთერში. 22-დან 24 მაისის ჩათვლით მთელ ოჯახთან ერთად შეგიძლიათ სასიამოვნოდ გაატაროთ დრო წიგნებისა და ცოცხალი მუსიკის გარემოცვაში. ზუსტად ამ დღეებში ივენთჰოლი საგაზაფხულო ფესტივალს მასპინძლობს. გაიცნობით ახალ გამოცემებს და აგემოვნებთ ლიტერატურულ კერძებს და მოისმენთ კარგად ნაცნობი ბენდების ცოცხალ შესრულებას. დღეს ჩვენი სტუმრები არიან ფესტივალის ორგანიზატორები თინა მამულაშვილი და გია ქარჩხაძე, მწერალი დიანა ამფიმიადი, ასევე კულინარული აკადემიის მზარეული ლუკა ნაჭყევია და ზია ნოდარის ბენდი. დილომშვიდობის მოგესალმებით ყველას და დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი გაცემის სტუმრები. საიდან იდეა ასეთი სინთეზის? თან არაჩვეულებრივი. პრინციპში ეს იდეა ძალიან დიდი ხანია ქონდა და ვოცნებობდით კიდეც რომ ფესტივალზე ყოფილიყო მუსიკა და წიგნები დაკავშირებული. წიგნის ფესტივალი ბუნებრივია, ესეთი მოვლენაა, რომელსაც ადამიანები დიდი ხანი ელოდებიან. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ წელს განსაკუთრებული ფესტივალი მოგვეწყო, რომელსაც დავარქვით წიგნი და მუსიკა, ზუსტად იმიტომ, რომ ეს ორი სფერო მე მგონი ერთმანეთს ძალიან კარგად ავსებს და ძალიან საინტერესო პროგრამა გველის ივენთჰოლში 22, 23 და 24 მაისს. ყოველ საათში ერთმანეთს შეენაცვლებიან ლიტერატორები, დამწერლები და მუსიკოსები. დაახლოებით ესეთი მონაცვლეობა იქნება, მე მგონი ყოველი დღის განმავლობაში. მთავარი და განსაკუთრებული ის არის, რომ შაბათს 4 საათზე და კვირას 2 საათზე იქნება ასევე კულინარიული შოუ, რომლის წამყვანი იქნება დიანა ამფიმიადი. ამაზე უკვე დიანას გითხავთ, კულინარიული შოუ დღეს ჩვენს ეთერშიც არის. ლუკასთან ძალიან მალე გადავინაცვლებთ, თუმცა მან უკვე დაიწყო მომზადება, თურისი გეტყვით ძალიან მალე. კი, თქვენ გითხავთ, ეს არის ფესტივალი მთელი ოჯახისთვის, ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ ოჯახის ნებისმიერი წევრი, ნებისმიერი ასაკის ადამიანი თავის ინტერესებიდან გამომდინარე რაღაცას იპოვის ისეც, რაც მოხიბლობს და აინტერესებს და ასიამოვნებს. აუცილებლად იპოვის ოჯახის ნებისმიერი წევრი, ნებისმიერი თაობა, ჩვენ სწორედ ამაზე ავიღეთ აქცენტი, რომ ფესტივალი ყოფილიყო რაც შეიძლება მეტი რამის შემცველი ან მომცველი. ანუ აქ თანაბრად ისეამოვნოს პატარა ბავშვის, თინეიჯერიც, სტუდენტიც, ანუ ყველა მონახავს თავის სფეროს. აქ არ მაგიტოა სწორედ რომ რამდენიმე რამ გაერთიანებული ერთ ფესტივალში. აქ მუსიკის მსმენელი თავის მუსიკას მონახავს, ესე იგი მშობელი ბავშვს მშობელს დახვდება ბავშვების გასართობი ცენტრი, სადაც ბავშვები შეუძლიათ მშვენივრად გაატარონ დრო, სახები მოიხატონ, უმრავი კრეატიული თამაშები შესთავაზონ, მშობელმა შეუძლია დაათვალიეროს, რა თქმა უნდა, წიგნები პირველ რიგში და რა თქმა უნდა ისარგებლოს იმ უზარმაზარი ფასტაკლებით, რომლითაც გამორჩეული იქნება ეს ფესტივალი, რომ წიგნებზე ფასტაკლებას გულისხმობ ამ შემთხვევაში და რა თქმა უნდა აქ იმუშავებს განსაკუთრებული კაფე, რომელშიც იქნება განსაკუთრებული ლიტერატურული რეცეპტები. გაგისინჯავთ ოდესმე მაგალითად ფრეკენბოკის ფუნთუშები წარმოგვიდგენია ხოლმე. ან ბურბურახი ჰარი პოტერიდან. ჰარი პოტერიდან. მე მაგალითად ამას ველოდები. კაცი. ჩვენს ძალიან დიდი იმედი გვაქვს ფესტივალზე გვექნება ყველა ტომი, ახალი გამოცემა, ახალი ყდებით, ახალი ფორმატით და 7-ვე წიგნის შეგროვების შემთხვევაში ეს არაჩვეულებრივი ჰოგვორტსის ციხესიმაგრე იქნება აისახება ყუებზე, ასე რომ შეაგროვოთ. პარიპოტერული საკვები ახალი გამოცემა, ამას ცოტა ხანში გითხავთ, ხო, დიანა, რა საკვები ლიტერატურული, რაც მხოლოდ წარმოგვიდგენია აქამდე ჩვენ წარმოსახვაში არსებობდა და რეალურად შეიძლება დავაგემოვნოთ კიდევ. ბაყაყის შოკოლადი მაგალითად ჰარი პოტერი. ან ლიტერატურა და ბაჭკატები ალბათ აუცილებლად. ძალიან ბევრი რაღაც. თითქმის ყველა მე მაქვს ძალიან აი ზუსტად ბოლო ხანებში წიგნს რო წვედი, მაშინ აღმოვაჩინე უცნაური მეხსიერება. პირადი კულინარია ახსენა დიანა, ეს არის მისი წიგნი. შეიძლება არ მახსოვდეს სიუჟეტები წიგნის და მთავარი გმირის სახელი, მაგრამ ყველა წიგნიდან ვინ რა ჭამს, ყველაფერი მახსოვს. აი არ ვიცი საიდან გამომდინარეობს ეს მეხსიერება. შესაბამისად, ნამდვილად ძალიან მრავალფეროვანია ლიტერატურული კულინარია. დაწყებული ოდისეადან და ყველის ამბებიდან, ну აი თანამედროვე ლიტერატურამდე დამთავრებული და ისეთი საინტერესოა ეს და ისეთი რაღაცნაირად ჩამთრევია, რომ ეს ძალიან მომწონს ამ ფესტივალის ეს რაღაცა შეფერილობა და ეს სურნელი. ეს მთელი დღის მანძილზე იქნება, თქვა. მიგნება, რა წიგნებიდან მახსოვდეს, ვინ რას ჭამდა ხმისზე. ძალიან ცნობილი და ესეთი მიმდინარეობა ლიტერატურაში. ხა ქართულ ლიტერატურაში ჩემი წიგნი იყო ესეთი ლიტერატურულ კულინარიაზე, თან ისე ძალიან ბევრი მწერლის კულინარიული წიგნი, აი ჯუმას აქვს ფანტასტიკური კულინარიული წიგნი, მაია ანჯელოუს American Poets აქვს
ასევე ორი კულინარიული წიგნი, ზუსტად დაახლოებით ისეთი, აი ცხოვრებაზე, მოგონებაზე, ბავშვობაზე და მე კერძებზე, რომლებსაც ამზადებს და უამრავი წიგნია მოკლედ ესეთი. გონი ლოტრექს აქვს მთელი სერია კულინარიაზე. ვორჩდები. ხო, ეს კიდე ცალკე მიმართულება. მე ხო ლუკასთან გადავინაცვლებ თქვენი ნებართვით, რომ მანამდე მე გიას მინდა ვკითხო, იმიტომ რომ გასაგებია ფასდაკლებები წიგნებზე, მაგრამ ლოგიკურად ახალი წიგნების ბევრი უნდა იყოს შემოთავაზებული, ხო ესე? რა თქმა უნდა, ყველა ისეთი ახალი წიგნი, რაც გამოვიდა ბოლო ხანებში, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი იქნება. იმიტომ რომ მათი მონაწილეობას ბევრი გამომცემლობა, ბევრი წიგნის მაღაზია ასევე და ჩვენ პრაქტიკულად შეგიძლიათ ნახოთ რა ისე სრული არჩევანი, რაც კი თქვა საქართველოში შეგიძლიათ იხილოთ ეს ახალი წიგნი. და ეს იქნება როგორც ბავშვებისთვის, საბავშვო ისე? კი, რა თქმა უნდა, სრული სპექტრი ქართული საგამომცემლო სივრცის პრინციპში აქ ყოველთვის ესეა წიგნის ფესტივალზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სიახლეები გამოგვაქვს ხოლმე, რაც თქვა წელს, იმიტომ რომ ეს რა კი პერიოდულია და რა კი ადამიანები რო არ დაუღალოთ ძველი გამოცემები, თუმცა რა თქმა უნდა, ძველი გამოცემებიც იქნება, გამეორებული გამოცემებიც იქნება, საბავშვო, საუფროსო ყველაფერი. მე მგონი ძალიან ისეთი თამამი ნაბიჯია იმ პერიოდში, როცა ყველაფერი ძვირდება არის კურსის გამო, წიგნებზე ფასდაკლების გამოცხადება. კი ბატონო, ისეთ რა უბრალოდ სხვა გზაც არ არის, როგორც ჩანს და ესეც ერთ-ერთი იმის მანიშნებელია, რომ როცა რაღაცა გასაჭირი დგება, შეიძლება იმ მომენტში კრეატივიც უფრო მეტად ამუშავდეს. იმიტომ რომ ჩვენი ფესტივალის დაფუძნებად სწორედ წელს და სწორედ ესე დროს, როცა წიგნს ძალიან უჭირს, მე მგონი ძალიან სიმპტომატურია საერთოდ. თუმცა ფორმა ჩემი აზრით არაჩვეულებრივია, შესაძლებელი ყველაფერთან ერთად. ეკასთან გადავინახოთ. კი, აქ ისეთები ხდება, რომ ნამდვილად უნდა გადმოინაცვლოთ. ამზადებთ ამ ეტაპზე ორაგულის ბლინებს, ხო? ეს არის ნორვეგიული არის უბრალოდ ნორვეგიული კერძი არის, ну ორაგულის ფლეიქები ესე ვთქვა, კამასთან. ამზადოთ არა გვაქვს ბევრი დრო. და ეს შეზავებული არის რა სოუსი? ეს არის კამა, ეს არის ასევე კრემყველი, ნაღების და ლიმონის ცედრა, ლიმონი. საკმაოდ უხვად ვდებთ შეგნით ხო? იმიტომ რომ ეგეთ შემთხვევაში ხომ რატომ უნდა ის თქვა დაზოგო პროდუქტი როცა გემოზე ორიენტირების სიამოვნებაზე. ამით შეგვიძლია დავიწყოთ და შემდეგ ალბათ გადავალთ დესერტზე, ხო? აქ გაფორმებასაც ექნება ალბათ განსაკუთრებული მნიშვნელობა. აფორმებას ამ კერძში არის მთელი აზრი რა, რომ როგორც ეკეთ სკანდინავებს არ უყარეთ ხოლმე ნამეტანი გადამეტება ხოლმე კერძის ვიზუალის ხოლმე. ასევე უმეტესობა მათი კერძი იყო თევზისგან შემოდგენილი, ამიტომ მარტივად კამა იყო ხოლმე მაგათი გაფორმება და საკმაოდ სასიამოვნო და ესეთი მარტივი და ეს თქვა ლამაზი კერძი არის თავის მხრივ. და გემრიელი რაც ყოველთვის თავი. მაგას ლაპარაკია. ტკბილი ბლინებიდან რა შემოგთავაზებთ? ტკბილი ბლინებიდან გვაქვს ორი ვარიანტი, ორივე კეთდება ბრეტონული გალეტებისგან, რომელიც არის ასე კლასიკური ფრანგული რეცეპტიდან გამომდინარე არის და მათი ასე ვთქვათ შემადგენლობა არის ერთი არის ჩირები, თაფლის და ფორტოხლის საუში იქნება. რომელსაც ექნება რიკოტას ყველის, პიტნის და თაფლის სოუსი. ეს ტკბილი და ცოტა არატკბილი ეს არის ნეიტრალური, ეს გარდამავას ვაკეთებ ვიწყებთ ორაგულიდან, მე ვაგრძელებთ ამ ჩირით რიკოტათი და ვამთავრებთ სულიად შოკოლადის, ფორტოხლის და შოკოლადის კრეპით. ორი ფერის რატომ არის? ეს არის ბრეტონული გალეტი კეთდება. თან გავაკეთოთ, რომ ვაჩვენოთ საბოლოო შედეგი. კეთდება ბრეტონული გალეტი. მთელი ამის აზრი და არის, რომ ეწებულის ფქვილი უფრო არომატული არის და ამიტომ მისი გემო ესე ვთქვათ სხვა ელემენტ, სხვა ადგილს ურტყავს პირის აპარატში, ესე ვთქვათ. უმამი რო არის გემო, ხო იცით? აი უმამის ელემენტი არის აქ ყველაზე აქტიური. მთელი ხელოვნება მარტო ამის დაგემოვნებაც კი. დაგემოვნებაც სწორად უნდა იცოდე, მე მგონი. კულინარია რაღაც შორიდუარი არის ხელოვნებას და ხელობას შორის, ესე ვთქვათ. და როცა ადამიანი კრეატიული ნაწილი როცა ესაზღვრება უკვე ამ რაღაც სერვისის ბიზნესს და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ორიენტირებულები ვართ მაქსიმალურ სიამოვნებას. თითქოს როგორი თხელი არის თვითონ ბლინი, მაგრამ თვენა საკმაოდ სქელი დევს შეგნით. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ აქ ეს თქვა კრეპი ამ შემთხვევაში გალეტი მატარებელი არის გემოსი და ამიტომ მე პირადად მიმაჩნია რომ ესე იგი ეს ჯერ გადაიკეცა და შემდეგ ემატება უკვე ეს ტკბილი შეკთავსი. ჩირების ამასაც თავის სოუსი აქვს რა. პორტუგალის სიროპში არის ეს ყველაფერი მოხარშული. ნუ რა თქმა უნდა ჩვენი ეკეთებული პორტუგალის სიროპია. ეს ორიგინალური რეცეპტი არის და აქ არის მარჭვის შირი, გარბის შირი
მე დარწმუნებული ვარ, იქეთ რა ხდება, ცოტა ხანში ამ ყველაფერს მოვიტანთ, რა თქვენ დააგემოვნათ. ეს კიდე უნდა გადაიკიცოს. თვითონ ეს კარგად უძლებს ამ ხელო ფენას, ხო? კი, რა თქმა უნდა. აქ პრინციპი ის არის, რომ როგორც ეგეთი ეს შეგვიძლია ზემოდანაც განათავსო ამ კლიპს. შეგვიძლია ის ცოტა დრო დაგვრჩა, რომ კიდე ერთი იმქონისნებართვის მუსიკალურ ნაწილს გავამახვილოთ ყურადღება, რომელი ბენდები მიიღებენ მონაწილეობას? რამდენიმე ბენდი მიიღავს მონაწილეობას, გარდა ძიანოდარის ბენდისა იმღერებს პეჩო. იქნება Mellow, Gravity, შოთა ადამაშვილი, ლაშა თოფურია, ბლუსანი, ვინმე ხარ გამომჩა? Mellow, Missy. პრაქტიკულად 9 ბენდი მიიღებს მონაწილეობას ყოველ დღე. დღის 3 საათზე, 5 საათზე და 7 საათზე არის მუსიკა ყოველ დღე. 3 დღის განმავლობაში 9 ბენდი მიიღებს მონაწილეობას. ძალიან კარგი. და ძიანოდარიც, რომელიც ცოტა ხანში შეგვისურვებთ. ლიკანის მოგონებები იქნება? წამოსული. რაც თავარია შემოსვლა იქნება უფასო. ლიკანის კი არა, კიკეთი ბოდიში. Soft Eject-ი გვახსოვს, ჯგუფის სტუმარი გვახსოვს და ეხლა უკვე ძიანოდარის ბენდი, რომლის მოსმენით საშუალებაც ექნება. საღამოები კიკეთი. საღამოები, რომელიც არასშესაბამის სიმღერას დაუკრავს, მაგრამ თუმცა ჰენდრიქსის დრო მეგონი ყოველთვის არის დილას შუა დღეს საღამოს. მე კრეპებს გადმოვიტან სანამ მუსიკალურ შესრულებას შემოგთავაზებთ, რომ სტუმრებს ვაჩვენოთ. ეს არის უკვე შოკოლადის соуსი, ხო? საღამოებს თულმე. ისე უბრალოდ თავისთვის და მე ყველაფერი გადაიზარდა. Lady. Bravo, ურმეს მადლობა. ძიანოდარის ბენდს. მე მთავარია ხა მარცხი არ მომივიდეს. საოცარი რაღაცები მომზადდა.
ეჭვმა კონტექსტაგას. სამი საფრანგოსწრები რაც ძალიან გემრიელად გირჩევთ რომ რაგულით დაიწყოთ და შემდეგ მაღალი ლიტერატურაა. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით დღეს ჩვენ გაცემის სტუმრები. ველოდებით უკვე საგაზაფხულო ფესტივალს წიგნის, მუსიკისა და მშვენიერი კერძების თანხლებით. ხდების კაცკაცი მადლობა პირიქით. გელოდებით ზოგივის და ზოგი